ჩვენ ძლიერ საქართველოს სადღაც 8-10-ის ფარგლებში ხანდახან 12, ხანდახან 14 ქონდა კვლევების მიხედვით, ხომ? მაგრამ როდესაც ქართულმა ოცნებამ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას თავისი ცოდვები აქვს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ქართულმა ოცნებამ როდესაც ჩაიდინა როგორი რამ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყველანი რომ ვიძახით, რომ ელექტრონული სისტემა, გამოსავალი, რომ ის რაღაცა ქაღალდის ბიულეტენები უბედურება და რომ ისე გაცვდა და რომ ისე დისკრედიტაცია მოხდა ამ ყველაფრის, რომ აი ჩვენ ეს გვიშველის და როგორღაც ეს შემოვიდა სხვათა შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობითა და დახმარებით და ამის სრული დისკრედიტაციაც მოახდინეს და როგორ მოახდინეს? ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლის მოსული ამომრჩევლის იმ დონეზე გაზრდილი რაოდენობა დაახლოებით 250,000-დან 300,000-მდე, რომელიც პირდაპირ დაფუძნებული იყო საზღვარგარეთ გასული ადამიანების პირადობის მოწმობებზე, მათ ასე ვთქვათ, პირადობის ნომრებზე, პირად ნომრებზე დაფუძნებული და მთელი ეს 250,000-დან 300,000-მდე ხმა მიემატა ქართული ოცნების ყულაბას. ანუ ორმაგი გაყალბება იყო.